ჩვენ ახლა დავიწყებთ საუბარს სტუმრებთან, რომლებიც თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებში, ანუ პირობითად მაინც თქვა ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან, თუმცა მათ ესეთ ჩამჯდარ ემიგრანტებად მაინც არ მევიჩნევთ. ძალიან საინტერესო პლატფორმა ჩამოყალიბდა, პლატფორმა 2025. პარტნიორ ემიგრანტულ გაერთიანებებთან ერთად იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მხარდამჭერი კოალიციის შექმნა. სწორედ ამ ინიციატივაზე სასაუბროთ ჩვენ ახლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, რიგიდან ჩაგვერთება კოკი იონათამიშვილი ლატვიიდან, ჰიბრიდული ომების მკვლევარი პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი ბელგიიდან ჩაგვერთვება და ოკეანის გაღმიდან კანადიდან კანადელი ქართველები პროგრესისთვის მაია ფურცხვანიძე. მე მგონი ისინი უკვე არიან კავშირზე, მივესალმები მათ, სასიამოვნოა ასე ერთად თავმოყრილად ყველა მათგანის ერთად ხილვა, მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა მათ მივესალმები და კოკის მივცემ შესაძლებლობას ისაუბროს ამ პლატფორმის მნიშვნელობაზე და თავად ამ ინიციატივის მიზანზე, ისევ როგორც ჩვენს დანარჩენ სტუმრებს მაიასაც და დავითსაც მივცემ ამ განმარტებების გაკეთების საშუალებას. კოკი, დავიწყოთ თქვენით. მადლობა მოწვევისთვის, გიორგი, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელშიც ჩვენც ემიგრანტებიც ვართ ჩართული, ამ ქვეყნებიდან ხშირად საქართველოშიც ვართ, ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში გვაქვს უამრავი მაგალითი თავდადების, თავგანწირვის, სოლიდარობის, მაგრამ ჩვენ გვინდა, ბუნებრივია ჩვენ ყველას გვინდა, რომ ისტორია შეესტარჩეს როგორც გამარჯვების ისტორია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აი ამ ყველაფერმა თავგანწირვამ და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობამ აი ეს პრეცედენტი უნდა შექმნას აუცილებლად და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მხარეს დგას მზია ამაღლობელი, ჩვენ რომ მორალური უპირატესობა გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე, ხო? აქ საუბარიც აღარ არის უკვე კაი ხანია და საქართველოში რაღაც ის აღარ არის უკვე ძალიან დიდი ხანია პოლარიზაცია, ეს არის პირდაპირი ბრძოლა, პოლიტიკური ომი მიმდინარეობს რუს ოკუპანტებთან და მათ ქართველ, ასე ვთქვათ, ხელის ბიჭებთან, რომლებმაც უღალატეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ამოცანა, ჩვენი თაობის ეპოქის, რა ვიცი, ახლა ვინც ვარ, ხო, სულ ყველა ამ ხალხის ამოცანა, თუნდაც ისტორიული მისია, რაღაც დიდი სიტყვებია, მაგრამ ნამდვილად ასე მჯერა, უნდა იყოს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ გამარჯვების ისტორია და გამარჯვების პრეცედენტი. ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავემარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენი რესურსი არის გაცილებით მეტი. ჩვენი რესურსი არის ეს ჩვენი განწყობა საქართველოში, რუსთაველის პროსპექტზე, ოკეანის გაღმით, კანადიდან ჩვენი მეგობარი ერთვება, ავსტრალიაში ყავს ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, ხუმრობთ ხოლმე, რომ როდესაც ზუმით შეხვედრები გვაქვს, იქ ღამის 3-4 საათია, მაგრამ ის ხალხი იღვიძებს, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და რაღაც მოვიფიქროთ. უშუალოდ ამ წინადადებაზე, რასაც ჩვენი ჯგუფი პლატფორმა 2025 და სხვა ჯგუფებიც არიან და ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, დარწმუნებული ვარ, მათაც მოიწვევთ და ექნებათ საშუალება სხვა ეთერებში. ჩვენ გვინდა შეიქმნა საქართველოს მხარდამჭერი კოალიცია დასავლეთის ქვეყნების მიერ, პირველ რიგში მივმართავთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამორჩეულ პარტნიორებს, რომლებიც ტრადიციულად, ისტორიულად არიან განსაკუთრებული პარტნიორები და დღესაც ასევე გავიმეორებ, რომ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სოლიდარობას, უცხადებენ წინააღმდეგობის მოძრაობას. ნუ აი ჩვენ ალბათ ყველას არ ჩამოვთვლით, მაგრამ აი ბალტიის ქვეყნები, მაგალითად, მათი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და საზოგადოებაც აბსოლუტურად ერთსულოვანია, მათ კარგად იციან ჩვენ რა გვტკივა, რა გვინდა და აქედან გამომდინარე ჩვენ გონია, რომ ერთ-ერთი ვისაც უნდა მივმართოთ და ჩვენ მივმართავთ უკვე მომავალი კვირის დასაწყისში ძალიან ბევრ ქვეყანას, სწორედ ესენი იქნებიან, ერთს აქვე დავამატებ, რომ ის სოლიდარობა, რომელსაც დასავლური ინსტიტუტები, სხვადასხვა დასავლური ქვეყნის მთავრობები ჩვენს მიმართ იჩენენ, ეს არის აუცილებელი, ეს განცხადებები არის აუცილებელი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც სხვა მექანიზმი, სხვა ინსტრუმენტი და ჩვენ ვთვლით, არ გულისხმობ მხოლოდ პლატფორმა 2025-ს, რომ ასეთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს სწორედ ეს კოალიცია, საქართველოს მხარდამჭერი კოალიცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები გაერთიანდებიან და ორი ამოცანა უნდა გქონდეს მას. ერთი, რომ საქართველოს დარჩეს საერთაშორისო ძალიან გადატვირთული პოლიტიკურ დღის წესრიგში და იყოს სულ აქტუალური, ასე ვთქვათ, ეს საკითხი და მეორე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და მათ შორის და უპირველესად
სასანქციო პოლიტიკის მიმართულებით უნდაგვია. მექნება კიდევ რამდენიმე დამატებით შეკითხვა და მე დეტალს კიდევ გაგვიზიარებ. მოდით მაია შევეხმიანოთ ახლა რომელიც კანადიდან გვერდება კიდევ ერთხელ მივესალმები მას მიხარია რომ ხედავ ჩვენი კოლეგა მაია ამავე დროს ახლა არ ვიცი იქ რა საქმიანობს მაგრამ ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ შეგვიძლია ასე ვთქვათ ყოფილი ჟურნალისტებიც არსებობენ და საქართველოში არიან ასეთებიც პროპაგანდისტების სახით, მაგრამ მაინც. მაია, კანადა მაინც ძალიან შორია. ქართველისთვის თავის ქვეყანა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რაც არ უნდა იმყოფებოდეს, მაინც გულთან ახლოს არის, მაგრამ აი რუსთაველის გულის ძგერას გრძნობთ მაინც კანადაში და რა როლი აქვს თქვენი აზრით რუსთაველზე მიმდინარე აი ამ უწყვეტ წინააღმდეგობის აქტს, სადაც აი ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად პერსონალური გმირობის მაგალითი არის, იმიტომ რომ ამ პროტესტისთვის ხალხი დიდ ფასს იხდის. საკმაოდ დემოკრატიული ქვეყნებისთვის მით უმეტეს ციხეში მოხვედრა იქნება ეს თუ მანამდე ცემა, დასახიჩრება, სამსახურებიდან გამოგდება და ასე შემდეგ. აი როგორ ჩანს კანადიდან საქართველოს ამ მხრივ? პირველ რიგში მოგესალმებით გიორგი, მადლობა კიდევ ერთხელ ამ დროისთვის, მადლობა თქვენ ყველას თავდადებისთვის, ჩვენ ძალიან ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის ყოფილი ჟურნალისტი, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ არსებობს და გვყავს ამ ჩვენს გაერთიანებაში. ასევე ჩვენი წევრები არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც აქტიურად ქმნიდნენ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპულ და დასავლურ მომავალს. სამწუხაროდ ეს ადამიანები დღეს აქ არიან და მაგრამ რუსთაველის გულის ცემა არათუ ისმის, არამედ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ხმა მივაწვდინოთ ჩვენს პარტნიორებს კანადის როგორც ადგილობრივ, ასევე პროვინციულ, ასევე რეგიონალურ ქართულ ლექსიკაში მაინც ეგ სიტყვა უფრო შეესაბამება და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებებს. კი ბატონო, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ ხელისუფლებებს. მუშაობთ ორპარტიულ ჯგუფებთან, როგორც კონსერვატორებთან, ასევე ლიბერალებთან და იყო რაღაცა მცირე პერიოდი, როდესაც კანადაში იყო არჩევნები, მოგეხსენებათ, იყო წინა საარჩევნო, შემდეგ პოსტსაარჩევნო მცირე პაუზები, რომელსაც მთავრობა იღებდა, ამათაც თავიანთი პრიორიტეტები აქვს, როგორც კოკი მაღრიშა გადატვირთული არის დღის წესრიგი, მაგრამ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა კანადისთვის მე ასე ხარისხოვანი არასოდეს არ ყოფილა და არც ახლა არ იქნება. მით უფრო რომ გვაქვს და გვყავს მეგობრები კანადის პარლამენტში, რომლებიც იცნობენ საქართველოს, წლებია მხარს უჭერენ, ყვანან ეს მეგობრები როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრებსა და ნატოს ასოციაციაში, ასევე პარლამენტში და ადგილობრივ პარლამენტებში. მინდა ესეთი რამ ვთქვა, რომ უდიდესი არის აი ეს ძალა, რომელსაც გვაძლევს ეს სხვა კოალიციები, რომლებიც არსებობენ მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც ემიგრანტები უერთდებიან, რომელიც კოკიმ როგორც ახსენა ინიციატივა ამ შემთხვევაში 2025-ისა მისგან მოდიოდა. ქართული ჯგუფი, ეს კანადური ჯგუფი ქართველების ვართ წევრები და ყველა მნიშვნელოვან საჭირო მომენტში ვფიქრობ, რომ ჩვენი ხმა დავაფიქსირეთ და გავაჟღერეთ ჩვენი გულის ტკივილი, რომელიც ეხება როგორც უკანონო პატიმრებს, როგორც აი ამ შეუქცევად პროცეს დემოკრატიის ჩახშობის, რაც მოახერხა ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული სისწრაფით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის ძალას აქ მყოფ ქართველებს, რომ რა რესურსიც გაგვაჩნია, რა მხელა არის мотиваცია ყველა ჩვენგანისა, რომ ამ პროცესებს მხარი დაუჭიროთ, ადამიანების ხმა ისმოდეს, არა მხოლოდ ვთქვათ რუსთაველზე, არა მხოლოდ ქართულ მედიაში, არამედ ეს ხმა გამოდიოდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურამდეც მოდიოდეს. და რაც შეეხება რისკებს, რომელიც წინაშეც ეს ადამიანები აყენებენ თავს, შემიძლია ეს რამ გითხრათ, რომ აქ რომ ადამიანები გამოდიან და ხმას აჟღერებენ, ხშირად მათი ოჯახის წევრების დგებიან ხოლმე რისკის ქვეშ. ასეთი მესიჯებიც გვაქვს. ვცდილობთ ესეც შევატყობინოთ პარტნიორებს, რომ შეუძლებელი არის საქართველო, რომელიც ამდენი წელი დემოკრატიულად ვითარდებოდა, ეხლა სადღაც რუსული პლეიბუქით განაგრძოს ცხოვრება. მადლობა მაია, კიდევ დაგიბრუნდებით და დავით ძიძიშვილთან ამ შემთხვევაში უკვე ბელგიაში მინდა გადავინაცვლო
დავით მოგესალმები. შენ გიცნობ კარგად, მაყურებელიც შეგვიძლია თქვა, რომ გიცნობს და პრაქტიკული ჭკუისა და გონების კაცი ხარ. არ ჩენს წინა გამოსვლელებს აკლიათ ეს თვისება და უნარი და ამ კუთხით მაინც უფრო მინდა რომ დაგვაკვალიანო და აგვიხსნა. ჯერ ეს ერთი აუცილებლობა თავად ქართული მხრიდან, ქართული ემიგრაციის რატომ არის ეს საჭირო და მეორეს მხრივ ეხა ჩვენ დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოებიდან საქართველოს გულშემატკივრობა თითქოს არასოდეს აკლდა. ახლაც პოლიტიკური განცხადებების დონეზე ერთმანეთის მიყოლებით ინსტიტუციების დონეზე იქნება ეს თუ ლიდერების მხარდაჭერას გრძნობთ. პრობლემა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილში და მათ შორის იმის გამოც რომ დასავლეთს ჩვენთან ერთად უფრო უყვარს ეს საქართველო ვიდრე იმ რეჟიმს რომელსაც მიტაცებული ყავს ეს ქვეყანა და უფრო მეტი სიფრთხილით ეპყრობა დასავლეთი იმ მიღწევებს რომელიც აქვს ქვეყანას რომ სანქციების პოლიტიკა იქნება ეს თუ სხვა რამ ისი არ დააზიანოს რომ უფრო უარესი შედეგები არ მოიტანოს პერსპექტივაში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა მიზანი აქვს ამ პლატფორმას და თქვენს ჩარევას ამ პროცესში რას შედეგები შეიძლება და უნდა მოყვეს. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა იმისთვის რომ გვაძლევთ საშუალებას გაგიზიაროთ ეს ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით თუ რა შეუძლია გააკეთოს ქართულ ემიგრაციას საქართველოს მხარდასაჭერად მაშინ როცა ვთქვათ ფიზიკურად შეიძლება რუსთაველზე ვერ ვიდგეთ მეც მომიწია რაღაც ეტაპზე გადმოსვლა ბელგიაში რაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი თუმცა და ძალიან გული დამწყდა რომ პროცესებს მოვაკლდი რუსთაველზე თუმცა ვერ ჩერდები როგორც თქვით რთული არის როცა ქართველი ხარ სხვა სახელმწიფოში, სხვა ქვეყანაში და მაინც გული მიგიწევს იმისკენ, რომ რაღაც პროცესებში მუდმივად იყო ჩართული და ალბათ ერთი მთავარი მიზეზი, რამაც გაგვერთიან ამ პლატფორმის ირგვლივ და ამ იდეის ირგვლივ იყო ზუსტად ის, რომ ქმედითი მექანიზმები, რომლებიც არსებობს ქართულ ემიგრაციაში, მოდი ესე ვიტყვი და მე საერთაშორისო პარტნიორებში, იქნეს კონსოლიდირებული კონკრეტული იდეების გარშემო. რას გულისხმობ, რომ დავკონკრეტეთ, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი ემიგრაციული ჯგუფები, ძალიან ბევრი ემიგრანტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, აგერ კანადიდან დაწყებული კოკიმ ავსტრალია ახსენა და ფაქტიურად წრესულით მთელს პლანეტას, ქართული ემიგრაციით და ამ ადამიანებს აქვთ ძალიან კარგი კონტაქტები, კავშირები, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ ქვეყნებში და იცნობენ ამ ქვეყნებში, საგარეო საქმეთა მინისტრებით დაწყებული და გადაწყვეტილების მიღები სხვა პირებით დამთავრებული ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს და ყოველთვის არსებობდა პრობლემა იმისა, რომ რაღაცა საერთო ჯგუფი არ გვყავს, რომელსაც შეუძლია ჩვენი კონკრეტული სათქმელი თქვას საერთაშორისო ტრიბუნებზე. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო პოლიტიკას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი საკითხი რჩებოდეს მუდმივად დღის წესრიგში, ხო? და როგორც წესი, ხელისუფლება არის ამაზე პასუხისმგებელი. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა კონსტიტუციაში უწერიათ, ეგ არ ახსოვთ მართალია, უნდა ყოფილიყო ის, რომ ევროკავშირში და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციისთვის ხელი შეაწყო და ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე უნდა დამდგარიყვნენ და უნდა ელაპარაკათ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის, საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. მათი ამოცანა იყო ამის კეთება და საბოლოო ჯამში მათ უარი თქვეს, ხო, გარდა ბიძინა ივანიშვილის დაცვისა, დღეს ისინი არაფრით არ არიან დაკავებული და რუსული ინტერესების დაცვისა საქართველოში. ამიტომ თქვით, რომ ახლა ჩვენს ხელში არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ და დავტოვოთ დღის წესრიგში. რეალურად აი ამ საქართველოს მხარდამჭერი კოალიციის შექმნის იდეა იყო სწორედ დაახლოებით ისეთივე იდეა, როგორც მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში და ბელარუსიასთან მიმართებაში არსებობს უკვე წლებია. ბელარუსიაში დემოკრატიის გაუარესების შემდეგ დადგა ეს საკითხი აქტუალურ დღის წესრიგში და უკრაინაში 2022 წლის მოვლენების შემდეგ, როცა კონკრეტულმა ქვეყნებმა, რომლებიც არიან პარტნიორები, მეგობრები იმ ხალხებისა და იმ სახელმწიფოში, რომელზეც ვსაუბრობ, შექმნეს კოალიცია, რომელსაც ძალიან მარტივი ამოცანა აქვს რა, რომ რეალურად ისაუბროს იმ ქვეყნის, იმ საზოგადოების პრობლემებზე და იმ საზოგადოების მხარდაჭერის ეფექტიან მექანიზმებზე, რომლის ხელისუფლებასაც აღარ აინტერესებს იმ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება და საქართველოში დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. საქართველოს ხელისუფლებას აღარ აინტერესებს, ხო, დემოკრატიაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, ეხლა იქამდე ვართ მისული უკვე, რომ პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, დარწმუნებული ვარ, ხო, უნივერსიტეტების დახურვა უკვე დაგვიანონსა პრემიერად წოდებულმა კაცმა, დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზიებსაც ძალიან მალე მოგადგებიან და ვიცი დიდი ხნის წინ მოგადგნენ უკვე ფინანსურ ნაწილში, ხო, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ უკვე აზრის შეზღუდვის და პირდაპირ დახურვაზეც მივლენ და გადავლენ უპრობლემოდ და საჭიროა რომ არსებობდეს ქვეყნის გარეთ რაღაცა ჯგუფი და ეს ჯგუფი იყოს რაღაცა უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ორგანიზებული ჯგუფი და ეს ჯგუფი მუდმივად აყენებდეს საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად აქტიური მექანიზმების შექმნის პროცესს, ესე ინიცირებას უწევდეს ამ პროცესს.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი მაგალითად ბელარუსიასთან მიმართებაში პოლონეთი იყო თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა, რომელმაც თქვა, რომ ბელარუს ხალხს სჭირდება დახმარება. ეს ხალხი შეიძლება იყოს ბელარუსის შიგნით და შეიძლება იყოს ბელარუსის ფარგლების გარეთ, თუმცა ამ ხალხს სჭირდება დახმარება, იმიტომ რომ უდესმე ბელარუსიაშიც იქნება დემოკრატია, ისევე როგორც საქართველოს დარწმუნებული ვარ. კი, დავით და ამ ხრივ პოლონეთმა ასე თქვათ ლოკომოტივის როლი ითამაშა და დღესაც ასრულებს ამ როლს და ჩემი ბოლო კითხვა სამივე თქვენგანთან და მოდით კოკის მივცემ საშუალებას დაიწყოს და თქვენც ზუსტად იგივე კითხვას მინდა რომ უპასუხოთ. პირველი პრაქტიკულ დონეზე როგორ წარმოგიდგენიათ ეს რომელი ქვეყნები უნდა იყვნენ ისინი კოკი მინიშნები დანიშნა ბალტიური სახელმწიფოების როლი ამ პროცესში, მაგრამ აქ უკვე გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, მათთან ერთად და ბრიტანეთი, აი ეს ოთხეული თითქოს რაღაც გამოკვეთილად აქტიურობს და თითქოს მზად არიან, მომწიფებულები არიან იმისთვის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ამ მიმართულებით. ერთი ეს კითხვა მაქვს, რას უმიზნებთ კონკრეტულად? მეორე, ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები რამდენად ეხმიანებიან ამ თქვენს ინიციატივას რაღაც ერთიან დიდ პლატფორმაში მონაწილეობისა და მესამე, საქართველოდან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჰარმონიზირებულად იყოს პრაქტიკულ შედეგზე მიმართული. კოკი, თქვენ დავიწყოთ. დიდი მადლობა, ძალიან კონკრეტული კითხვა ვეცდები და საჭირო ამ შემთხვევაში ამ თემისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ჯგუფის პლატფორმა 2025-ის თემა და მაგალითად თუ მივმართავთ ნორვეგიის მთავრობას და თუ კი არა მივმართავთ, ვიტყვი მაშინ, იქ არიან ჩვენი მეგობრები, ქართველი ემიგრანტები, კრება ასოციაცია, რომელსაც მაგალითად, როდესაც ჩვენ მივაწოდეთ ნორვეგიის მთავრობას გადავეცით როგორც სასანქციო წინადადების პაკეტი, რასაც ჩვენ ბზიასიას უწოდებთ 300-მდე მავნებელი ამ სიაში, მათ შორის პროპაგანდისტები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ტიტუშკები, ნორვეგიის მთავრობამ უპასუხა ამ ჩვენს მეგობრებს, ქართველ ემიგრანტების ჯგუფს, რომ ისინი მზად არიან ახალი წინადადებებისთვის და აი ჩვენ კონკრეტულ წინადადებას გადავცემთ. უპასუხეს მათ ასევე სანქციებზეც ისაუბრეს და თქვენს აღნიშნეს, რომ მათ ურჩევნიათ სხვა ქვეყნებთან ერთად კოალიციურ რეჟიმში გადაწყვიტონ ასეთი საკითხები. ანუ ჩვენ გვინდა ზუსტად ის, რომ ვინც საქართველოს თემატიკაზე უფრო მეტად არის დაკავებული და გერმანია ნამდვილად ასეთია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებს გარკვეული დელეგირება საგარეო, ასე ვთქვათ, პოლიტიკის საკითხების აქვთ ევროკავშირის ინსტიტუციასთან. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ერიდება ცალკე სანქციების დაწესებას და ჩვენ პრინციპში გვაქვს ამის გამო მხოლოდ ბალტიელების, ანუ ჩვენი განსაკუთრებული მეგობრების სანქციები, ისიც სავიზო სანქცია და ვთქვათ არა უფრო მტკივნეული ფინანსური, მაგრამ სწორედ ეს თემატიკა გვინდა. თქვენ გიორგი ნამდვილად ვიცი, რომ გემახსოვრებათ დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ევროკავშირის პრეზიდენტები შეიკრიბნენ და იქ საბჭოს ხდომაზე შოლცმა ოთახი დაატოვებინა ორბანს, როდესაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და დიდი დახმარება უნდა მიეყანათ, ხო? ანუ ევროკავშირის ლიდერებმა იმუშავეს ორბანის წინააღმდეგობა გადალახეს, იქ ორბანმა გამოივაჭრა დროებით რაღაც ბუნებრივი აირის თუ ავტობის მიღება რუსეთისგან, მაგრამ ეს საკითხი დადგა. ჩვენ ზუსტად ასე გვინდა, რომ დაკავდნენ საქართველოს საკითხით, დათომ ახსენა, რომ უკრაინის გარშემო არსებობს კოალიციაო, უკრაინას რაც ჭირდება ყველაზე უფრო მეტად, ეს არის სამხედრო დახმარება, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ხარდაჭერა, დღის წესრიგში დარჩენა, აუცილებლად დარჩენა და კონკრეტული მექანიზმი. საბოლოოდ ისევ და ისევ ეს უნდა იყოს ძლიერი სასანქციო პოლიტიკა. და მე არ გონია, რომ ორბანის თუ ნებისმიერი სხვა მოთამაშის ინტერესის დაძლევა ევროკავშირის შიგნით იყოს შეუძლებელი და ანუ ამის თქმა მინდა, შეიძლება ცოტა არაკორექტული გამოვდივარ ჩვენი დასავლელი მეგობრების, მაგრამ სოლიდარობა, თანაგრძნობა აუცილებელია, მაგრამ ჩვენ გვინდა კონკრეტული გზამკვლევი, გეგმა და ჩვენ გონია, რომ ეს კოალიცია იქნება ზუსტად ასეთი და თქვენ ბოლო სიტყვას არ მინდა ბევრი დრო წაგ ბოლო კითხვას დაუბრუნდები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ის ჯგუფები, სხვა ნებისმიერი დემოკრატიული ძალა, ეს იქნება პოლიტიკური პარტიები, ცალკეული ექსპერტები, აქტივისტები, ყოფილი ელჩები, ნუ რა დიპლომატია, ხო? თუ ამ იდეას გაითვალისწინებენ, ეხლა ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული იდეა, შეიძლება რაღაც ერთი ფორმა ჩარჩო შევთავაზეთ უბრალოდ, ხო, მათ შორის ქართულ საზოგადოებასაც,
მოხარულები ვიქნებით, რომ ეს ნაბიჯები გადადგან. იგივე ალდეშია გაერთიანებული, ხო, ბევრი ქართული პარტია, ხო, ძალიან მაგარია, რომ ძალიან შესანიშნავია, რომ ხარს გიჩვენოს. ალბათ სასურველია, რომ ამ მხრივ რაღაც კონტაქტები და კოორდინაცია იყოს, რომ პარტიებმა თავიანთი რესურსი გამოიყენონ და ამ ქვეყნებში კიდევ თქვენმა მსგავსმა ემიგრაციულმა გაერთიანონ. კი ბატონო, მაია, თქვენ მინდა კითხოთ, აი, ალბათ ყველა ქვეყანაში რაღაცა კუთხე იქნება მოსაძებნი იმისთვის, რომ აქტუალურობა ჩვენს რაღაც დავეხმარო და ნუ კანადაში ამ მხრივ ცალსახად ეს არის უკრაინის მხარდაჭერა. და პუტინთან მიმართებაში ძალიან მკვეთრად კრიტიკული პოზიციონირება კანადის და კანადელების და აი თქვენ რა კუთხით აპირებთ საქართველოს თემის ინიცირებას ადგილზე კიდევ უფრო მეტად მოგახსენებთ ხო ეს საიდუმლო აღარ არის რა თქმა უნდა არავისთვის რომ კანადის მხარდაჭერა უკრაინისთვის იყო უპირობო პირველი დღიდან და დღემდე ასევე გრძელდება ასევე ამას აქვს პარტიული მხარდაჭერა და ჯერ არ ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ რაც შეეხება საქართველოს და ესეთ პატარა იფე დემოკრატიებს ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ როგორც პარლამენტარებთან ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთი რასაც პრინციპულად შეიძლება ითქვას მივაღწევთ არის ეს რომ გვაქვს ძალიან ღია საკომუნიკაციო ხაზი როგორც საგარეო საქმეთა ასევე უსაფრთხოების საბჭოს ასეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს უშიშროების კომისია რომელიც აქტიურად მუშაობს ჩვენ ჯგუფთან იმ მხრივ რომ იღებს ჩვენს ყველა მიმართვას ჩვენს ყველა პეტიციას რომელიც მომზადდა ბოლო პერიოდში ეს იყო მზიას სია მათ შორის სანქციებისთვის გამზადებული ადამიანების სახელები და გვარები ასევე რამოდენიმეჯერ მივმართეთ რომ ჩვენს დიპლომატიურ მისიის წარმომადგენლებს რომელსაც არაფერი საერთო უკვე ქართულ დიპლომატიასთან აღარ აქვს ყოფილიყო მათთვის შესაბამისი პასუხი იმაზე თუ რა ჩაიდინეს გასულ წელს როცა რუსული კანონი მიიღეს როდესაც მხარი დაუჭირეს საქართველოს შეუქცევად სვლას რუსული ოფიცისკენ პრინციპში შედეგი ის იყო რომ საიმიგრაციო სამსახურებმა პრაქტიკულად კოდი შეუცვალა ქვეყანას ანუ საქართველოს კოდი როგორც უსაფრთხო ქვეყნისა შეიცვალა საფრთხის შემცველი ქვეყნით, ანუ არადემოკრატიული დიქტატურით და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი, ჩემი აზრით, ამას რა თქმა უნდა არასოდეს არ იტყვის ჩვენი დიპლომატიური მისია, რომელიც მხოლოდ რაღაცა ლანჩებზე და FIFA-ს შეხვედრებზე დადის და ამას ასაღებს დიპლომატიური მისიის მუშაობა, ეს არის რა თქმა უნდა აბსურდი. და გვაქვს ასევე ძალიან ღია მესიჯი, ღია წყაროები ურთიერთობის პარლამენტის სპიკერთან, რომელიც ხშირად აჟღერებს ხოლმე საქართველოს საკითხებს. და ანუ ხარი არის ეს, რომ იფე და ჩანასახში მყოფი თითქმის დემოკრატიული პროცესების აი ასეთ უდროო დროს ჩახშობა პრორუსული ხელისუფლებების მიერ არავისთვის არ არის ხელსაყრელის რუსებთან მიმართებაში და უკრაინასთან მიმართებაში განსხვავებაა ფორმირებული არის ჩვენი პრობლემა ჩვენ მოხვდეთ ისეთ პაკეტში სადაც საქართველოს მხარდაჭერა უფრო პრაქტიკულ განზომილებაში გადავა და დათოსაც უნდა მივცეს შესაძლებლობა პრიორიტეტები და ჩვენი ანუ კანადის პრემიერი ამას ღიად აცხადებს ბოლო რამოდენიმე თვე არის რომ მისი პრიორიტეტები ინაცვლებს ევროპის აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებისაგან მადლობა მაია და დავით აი თქვენთან უკვე ბოლო რეპლიკის საშუალებას გაძლევთ და პარალელურად ვეცნობით რამ ინფორმაციებს ფორმულას სოციალ პლატფორმაზე გამოქვეყნდა ტრამპის ბოლო განცხადების შინაარსი სადაც საუბარი არის ორბანთან მისი საუბრის კონტენტზე შინაარსზე და ტრამპი ამბობს რომ ორბანმა კიო მთხოვაო რომ რუსულ ნავთობზე ამერიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები მომეხსნა უნგრეთისთვისო, მაგრამ მან ამაზე უარი მიიღო. ძალიან საინტერესო განვითარებას პოვებს ეს პროცესი და ევროპაში განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის ჩვენთვის მნიშვნელოვნად დადებითად კორექტირების კუთხით ეს აჩენს ბევრ შესაძლებლობას. თქვენ რა პასუხს გაცემთ შეკითხვებს, რომლებიც მე დაგისვით ცოტა ხნესინ. ხო, ანუ მოკლედ დავიწყებ პირველი კითხვით, იდეაში კი ჩვენი ამოცანა მათ შორის არის იმ ქვეყნებთან კომუნიკაცია, რომლებიც ჩამოთვალეთ, გერმანია ახსენეთ და ბრიტანეთი და ორივე ქვეყანა პრინციპში არის ჩვენთვის ძალიან აქტიური მოქმედების სივრცე, აგერ ბელგიასაც ვიტყვით პირდაპირ, იმიტომ რომ ეს ბელგიაში ვარ და აქტიურად მუშაობთ ბელგიის, ესე იგი ჩვენ მევხურებთ ხოლმე რომ ბელგიას ხუთი მთავრობა ყავს, თქო განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიძლება სამჯერ პატარა ტერიტორიაზეა, ანუ რეალურად ხო ფედერალური მთავრობის გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის
საკმაოდ ძლიერია და პოლონიის მხარეს, ფლანდრიის მხარეს და თქვა ბრიუსელს ცალკე თავრობა ყავს და ყველასთან გვიწევს მუშაობა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ზუსტად იმიტომ რომ ბელგია როგორც ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციების ბაზირების ადგილი, ხო? არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ქვეყანაში და ბრიუსელში განსაკუთრებით მიიღება ხოლმე გადაწყვეტილებები და არ ვიცი ევროპარლამენტის დერეფნებში წყდება ხოლმე როგორც წესი ყველა ის საკითხი რომელზეც მე მსოფლიო მედია და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნების მედია და მათ შორის ქართული მედიაც რეაგირებს ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და სწორედ დემოკრატიის მხარდაჭერა იქნება ძირითადი მოთხოვნა რომელზეც ვთქვათ მუშაობთ ბელგიაში მეორე კითხვის ხო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის რა შეიძლება საქართველოსთან გაკეთდეს და კოკი თქვა და მეც გავიმეორებ რომ ეს არის ამ იდეის მხარდაჭერა ვთქვათ აგერ ვიცით რომ ხა ევრონესტის შეხვედრა მიმდინარეობდა და ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ ყოფილიყო ეს საკითხი გაჟღერებული თუმცა დარწმუნებული ვარ ქართული პოლიტიკოსები სხვა მსგავსი ტიპის შეხვედრებზე გააჟღერებენ ამ იდეას და ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან იმაში რომ ეს ასეთი კოალიცია შეიქმნას ეს არის რაღაცა ჩვენი იდეა ხო ანუ ჩვენ არ მოგვიფიქრებია ესეთი ტიპის აქტივობა ის არსებობს ვიცით რა შედეგები მოიტანა მან უკრაინისთვის ვიცით როგორი მნიშვნელოვანი იყო მაგალითად აგერ ტრამპის ჩართულობა აქტიურად იმ საკითხში რომ ბელარუსში დაკავებული პოლიტიკური ტყვეები გაინთავისუფლებინათ და ვიცით რომ საქართველოში დღემდე რა თითქმის 100-ზე მეტი ადამიანია ხო უკვე ჯამურად ვისაც პოლიტიკური ტყვის სტატუსი აქვს დღეს საქართველოში და ნუ აქედან რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ვთქვათ ნოდათაშვილი კი განთავისუფლეს აგერ გირაოთი მაგრამ რჩება აგერ ანასტასია ზინოვკინა რჩება მზია ამაღლობელი რომელზეც ნუ აღარ ვსაუბრობთ უბრალოდ ამდენს იმიტომ რომ მზია სია და მოძრაობა მზია რომელიც მათ შორის ჩვენი ემიგრანტული ორგანიზაციების იდეა იყო დაგზავნილია უკვე მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში და 277 ადამიანია, ხო 300 ადამიანამდე ზრდით ამ სიის ნაწილი და კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ესეთი დანაშაულებებია აღწერილი იმ სიაში რომელსაც უზარმაზარი სამუშაოა, მადლობა ამისთვის თქვენს და შესაბამის ორგანიზაციებს. თავარი კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული გამოვლინება პოვოს პოლიტიკის ნაწილში იქნება სასანქციო პოლიტიკა თუ მათ შორის იმ ადამიანების ორგანიზაციების ხარდა რომ სანქციების მიღმა ჩვენი საკითხი მუდმივად არსებობს საერთაშორისო პოლიტიკის დღესდღეობით. მადლობა ბატონებო და ქალბატონო მაია გემშვიდობებით ქართულ ემიგრაციას რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მივესალმებით თბილისიდან საქართველოსდან ძალიან დიდი იმედით შემოყურებ თქვენს და დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობას და რესურსებს მაქსიმალურად კვლავ გამოიყენებთ იმისთვის რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არათუ შემცირდეს პირიქით გაიზარდოს და უფრო პრაქტიკულ განზომილებაში გადავიდეს დასავლეთის პოლიტიკის ფორმირების კუთხით